მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს მინდა შემოგთავაზოთ დაანონსებული ტაროს საჯარო სეანსი აპრილის თვის პირად სასიყვარულო ურთიერთობებთან დაკავშირებით. კერძოდ, როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობები, თქვენი ურთიერთობა ჩაფიქრებულ პარტნიორთან, ჩაფიქრებულ ადამიანთან აპრილის თვეში. ასევე აღნიშნულ საჯარო გაშლაში შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ ისეთმა ადამიანებმა, რომლებსაც შესაძლებელია ჯერჯერობით არ გყავთ პარტნიორი, მაგრამ გააქვთ ურთიერთობაში შესვლის, ურთიერთობის დაწყების სურვილი და თქვენი ყურადღების ფოკუსი და თქვენი ენერგია მიდის იმ მიმართულებით, რომ გაიცნოთ ადამიანი, შეხვდეთ ესეთ ადამიანს და ააწყოთ მასთან პირადი პარტნიორული ურთიერთობა. ზოგადად რა ენერგიებიც ამოვა, მე იმ ენერგიებზე ვისაუბრებ და შესაბამისად უკვე თქვენ მოგიწევთ ეს გაჟღერებული პროგნოზები, მიუსადაგოთ თქვენს სიტუაციას, თქვენს ჩაფიქრებულ სიტუაციას, მათ, ვინც უკვე იმყოფებით ურთიერთობაში, თუ როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა აპრილის თვეში, ხოლო თუ არ იმყოფებით ურთიერთობაში, გამოჩნდება თუ არა, ესე იგი, ესეთი ადამიანი თქვენს ცხოვრებაში, ხო? საინტერესოა მართლაც. გვექნება 3 ვარიანტი, პირველი, მეორე, მესამე ვარიანტი და შევეცდები, რომ გაშლა იყოს მაქსიმალურად ინფორმაციული, დატვირთული, ისეთი პროგნოზებით, რომლებიც დაგანახებთ თქვენს ჩაფიქრებულ პარტნიორთან ურთიერთობის განვითარების ტენდენციებს, მიგანიშნებთ ღირს თუ არა ამ ურთიერთობაში დარჩენა, გაღრმავება ამ ურთიერთობის, ან თუნდაც პარტნიორისთვის გარკვეული დროის მიცემა, იმისთვის, რომ უფრო გამოიკვეთოს კონტურები თქვენს ურთიერთობაში, ან ზოგადად არსებობს თუ არა იმის პოტენციალი, იმის ენერგია, რომ ასეთი ურთიერთობა შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში, ხო? მოდით ვნახოთ, მანამდე თქვენ მოიფიქრეთ თქვენი ვარიანტი, სანამ მე დასტას გავააქტიურებ სტიქიებით. ცეცხლისა და ჰაერის სტიქიით და მართლაც ვნახოთ, რას გვიჩვენებს ტარო. ჩემთან პირადი სეანსები, აქვე გავაჟღერებ, ტარდება ონლაინ მესენჯერში აუდიო კოლით, ეს არის 1 საათიანი, ხან უფრო მეტი ხანგრძლივობის პირადი სეანსი, რომელიც ტარდება პირადი გასაუბრებით მესენჯერში ზარით, ნებისმიერ თემაზე, საჭიროებო საკითხზე, რომელიც დგას თქვენს ცხოვრებაში, ცხოვრების ამ ეტაპზე და რომელსაც გაინტერესებთ ხედვის, ასე ვთქვათ, უფრო ფართო ხედვით, ფართო სპექტრში თქვენი თემის განხილვა, გაჟღერება და ობიექტური, ასე ვთქვათ, დამკვირვებლისგან, ამ შემთხვევაში ჩემგან, როგორც პრაქტიკოსისგან, რჩევების და ხედვის მოსმენა თქვენთვის საინტერესო ამა თუ იმ თემაზე. და ვნახოთ. აპრილის თვის პირადი პარტნიორული ურთიერთობები, პირველი ვარიანტი. აპრილის თვის პირადი პარტნიორული ურთიერთობების სიგნიფიკატორი მეორე ვარიანტისთვის და აპრილის თვის პირადი პარტნიორული ურთიერთობები მესამე ვარიანტისთვის. აირჩიეთ თქვენი ვარიანტი, ან მოისმინეთ სამივე ვარიანტის პროგნოზები. და უკვე გაჟღერებული პროგნოზების სინთეზი მოგიწევთ თავად. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი. და მოდით ვნახოთ, რას გვეუბნება პირველი ვარიანტი. პირველივე ვარიანტში ამოდის თვითონ თქვენი ჩაფიქრებული პიროვნების სიგნიფიკატორი. ძირითადად ჩემი მსმენელების უდიდესი პროცენტული მაჩვენებელი, თუ ესე უხეშად სტატისტიკურად გავყოფთ და შევხედავთ, ძირითადად ქალბატონები, გოგონები ბრძანდებით შესაბამისად, თუ ამ მოსაზრებას და ამ ხედვას გავყვებით, რომ ძირითადად ქალბატონები მისმენთ, შესაბამისად, პირდაპირ თქვენი ჩაფიქრებული პარტნიორი, თქვენი ჩაფიქრებული მამაკაცი ამოვიდა აქ, ახალგაზრდა მამაკაცი, სიმბოლიკა ასეთია, ახალგაზრდა მამაკაცი ყვავილების თაიგულით ხელში და უკან ცხენის ფიგურა ჩანს, ხომ? ეს პირდაპირ სწორედ რომ მიესადაგება იმ თემას, რომელზეც ვიწყებთ გაშლას, პირველ ვარიანტს, ეს არის რომანტიკოსი მამაკაცი, რომელიც
გაჟღენთილია, გაჯერებულია გრძნობებით, ვნებებით, ემოციებით. არის ძალიან რომანტიკულ ტალღაზე, სიყვარულის განწყობაზე, სიყვარულის ტალღაზე. ხომ თუ კი უკვე იმყოფებით ურთიერთობაში, ეს ცალსახად ძალიან ცხადი მესიჯია, რომ ესეთი ადამიანი ამოვიდა თქვენს ცხოვრებაში, ანუ თქვენი ჩაფიქრებული პარტნიორი თქვენს მიმართ საკმაოდ რომანტიკული გრძნობებით არის გაჯერებული და აქვს მოლოდინები, რომ თქვენგანაც იგივე დამოკიდებულებას მიიღებს, მოიპოვებს. არის მეოცნები ადამიანი, სიყვარულისთვის მოწოდებული ადამიანი. ან ზოგადად ესეთი ადამიანია ეს ჩაფიქრებული პიროვნება, ან ცხოვრების ამ ეტაპზე, ასეთ ტალღაზე, ასეთ განწყობაზე იმყოფება. თუ არ ყავთ პარტნიორი, მაშინ აპრილის თვეში არის დიდი პოტენციალი და დიდი შანსი იმისა, რომ ესეთი ადამიანი გამოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში, ან შესაძლებელია ესეთი ადამიანი უკვე არსებობს თქვენს რეალობაში, შესაძლებელია გიყურებთ ეს ადამიანის შორიდან, ათვალიერებს თქვენს ფოტოებს სოციალურ ქსელში და არის დაინტერესებული თქვენი პიროვნებით, უბრალოდ ჯერჯერობით აქტიური ნაბიჯები თქვენი მიმართულებით არ გადმოუდგავს, თუმცა ჩანასახში, ასე ვთქვათ, ენერგეტიკული პოტენციალის სახით ასეთი ადამიანი არსებობს უკვე ან გამოჩნდება უახლოეს მომავალში, ხო, აპრილის თვეში. თუ თქვენგანაც იქნება მცირედი აქტიურობა, გარკვეული თუნდაც ყურადღების ფოკუსი, რომ მიმოიხედოთ თქვენს გარშემო აქტიურად, შესაძლებელია ესეთი ადამიანი აღმოაჩინოთ კიდეც და მისგანაც იგრძნოთ იმპულსები. მოდით ვნახოთ, როგორ განვითარდება ურთიერთობა აპრილის თვეში პირველი ვარიანტისთვის. აპრილის თვე. აპრილის თვე, როგორ განვითარდება აპრილის თვე? შვენიერი მოცემულობა გვაქვს, შესაძლებელია რაღაცა გარკვეული ნოსტალგიური განწყობები შემოგაწყვეთ აპრილის თვეში, რაღაცა წარსულიდან განმეორდეს, ანუ ისე როგორც იყო წარსულში, ხომ? შესაძლებელია თუ თქვენს ურთიერთობას აქვს გარკვეული ფესვები, გამოცდილება წარსულში, წარსულიდან მოყოლებული, შესაძლებელია ის სცენარები, ის შაბლონები, ის ეპიზოდები, რომლებიც დადებითად გახსენდებათ თქვენს ურთიერთობაში, თქვენი ურთიერთობის ფორმატში, ეს ურთიერთობები კვლავ დაბრუნდეს, კვლავ დატრიალდეს წრეზე, კვლავ ამოტივტივდეს თქვენს მინიმუმ მოგონებებში, თქვენს განწყობებში. შესაძლებელია ეს მოგონებები გააცოცხლოს თქვენმა პარტნიორმა, ან იგივე ნაბიჯი გადმოდგას თქვენი მიმართულებით, იგივე ემოციები გააჟღეროს, ან მინიმუმ შეხვდეთ, ისაუბროთ და მისგან წამოვიდეს ესეთი იმპულსი, თუ როგორ კარგად იყავით ადრე, ან რა მოგონებებიც გაკავშირებთ ერთმანეთთან, ის მოგონებები გააცოცხლოს ამ ადამიანმა. აპრილის თვეში არის იმის ასევე პოტენციალი, რომ პოტენციალი კი არა, უბრალოდ ესეთი ენერგეტიკაც დაყვება ამ ყველაფერს, რომ რაღაცას ბოლომდე ვერ ხედავთ, ბოლომდე ვერ აანალიზებთ. არის გარკვეული მინიშნებები, შესაძლებელია ეს მინიშნებები მოდიოდეს სამყაროსგან, იმიტომ რომ სწორედ სამყაროს არკანი ამოდის აქ მესამე არკანის სახით და ამ მინიშნებებს თქვენ ბოლომდე ვერ ხედავდეთ, რაღაცა ხედვა არ იყოს ბოლომდე გახსნილი თქვენთვის. ამიტომ ეცადეთ, რომ იყოთ მაქსიმალურად ყურადღებით, დაკვირვებით, შესაძლებელია ეს მინიშნებები მიიღოთ უახლოეს პერიოდში, აპრილის თვეში თქვენს ურთიერთობებთან მიმართებაში, ვისაც არ ყავთ პარტნიორი. შესაძლებელია მათთვის გაჟღერდეს ეს სიტუაცია ისე, რომ წარსულიდან დაბრუნდეს თქვენი ყოფილი პარტნიორი, ან შესაძლებელია ეს იყოს ყოფილი მეგობარი, ან ისეთი ადამიანი, რომელთანაც საერთოდ სხვა ურთიერთობები გაკავშირებთ, შესაძლებელია ბავშვობაც კი გაკავშირებთ და ვერც კი წარმოგიდგენიათ, რომ ამ ადამიანს შესაძლებელია გრძნობები გქონდეს თქვენს მიმართ, მაგრამ და გიყურებდეთ სხვა ჭრილში, არა როგორც მხოლოდ მეგობრის, ასე ვთქვათ, რანგში, არამედ სხვა ურთიერთობაშიც ხედავდეთ ეს ადამიანი, შესაბამისად, იყავით ყურადღებით, დაკვირვებით, შესაძლებელია ესეთი ადამიანი გამოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში. ხოლო მათთვის, ვინც უკვე ხართ ურთიერთობაში, შესაძლებელია თქვენმა პარტნიორმა გააცოცხლოს თქვენი მოგონებების დადებითი, რა თქმა უნდა, ის დადებითი პოზიტიური მოგონებები, რომელიც გაკავშირებთ ამ ადამიანთან, შესაძლებელია თქვენშიც ამოტივტივდეს ეს მოგონებები, მისგან წამოვიდეს ისეთი იმპულსები, რომ ეს ყველაფერი გააცოცხლდეს თქვენში
ან შესაძლებელია არა მხოლოდ მოგონებების ხარისხში დარჩეს ეს ყველაფერი, არამედ გქონდეთ ურთიერთობა, გქონდეთ შეხვედრა და შესაბამისად ის რაც იყო წარსულში, ის დადებითი, ის პოზიტიური ენერგიები, ისინი კვლავ დატრიალდეს თქვენს ცხოვრებაში, კვლავ დაბრუნდეს თქვენს ცხოვრებაში აპრილის თვეში. უბრალოდ აქ არის რაღაც ნიუანსი, რომელსაც შესაძლებელია ბოლომდე ვერ ხედავდეთ, ვერ აღიქვავდეთ, ამიტომ ეცადეთ რომ ეს ყურადღება გაამახვილოთ უფრო ამ თემაზე და იყოთ უფრო დაკვირვებით. ჩანს გამთლიანება აპრილის თვეში რაღაცას შეაჯამებთ, რაღაცაზე წრე შეიკვრება, რაღაცაზე შეთანხმდებით, რაღაცაში ერთმთლიანობას მიაღწევთ. ეს შეიძლება იყოს კონკრეტულ იდეაზე, კონკრეტულ ურთიერთობის განვითარების ფორმატზე შეთანხმება თქვენს პარტნიორთან, რაღაცა კონკრეტულ ხედვაზე შეთანხმება, შესაძლებელია ეს იყოს დაგეგმა მოგზაურობის, დაგეგმა რაღაცა კონკრეტული საქმის. ყოველ შემთხვევაში ჩანს პოზიტიური განვითარება ყველა მხრივ და გამთლიანება, სამყარო მოგიტანთ მთლიანობას და რაც მთავარია, სამყარო, არკანი სამყარო გეუბნებათ, რომ აპრილის თვეში თქვენი ურთიერთობა განვითარდება პოზიტიურად და მოგეცემათ შანსები, რომლებიც უნდა დაინახოთ. იმისთვის, რომ რაღაცა შესაძლებლობა გამოიყენო ადამიანმა, მინიმუმ უნდა პირველ რიგში აღიქვა და გააცნობიერო ის. ასე რომ, ნუ გაუშვებთ ამ შანსს ხელიდან, იყავით მაქსიმალურად ყურადღებით, დაკვირვებით, აპრილის თვეში ყველაფერი ვითარდება პოზიტიურად, უბრალოდ ამ ენერგიებს ჭირდება დაჭერა და გამოყენება. აი ესეთი პოზიტიური ენერგიები მოგვაწოდა პირველმა ვარიანტმა აპრილის თვის პროგნოზთან დაკავშირებით. ჩემო მეგობრებო, დამიწერეთ თქვენი ხედვები, თქვენი ინსაიტები, რა მოვიდა თქვენთან ახლოს, რა გენიშნათ, რა მიიღეთ თქვენად. მართლაც საინტერესოა, ჩემთვის ყოველთვის ვკითხულობ კომენტარებს და შესაბამისად ვცდილობ ხოლმე, რომ ჩემი უკავშირით დაგიბრუნოთ თქვენს კომენტარებთან მიმართებაში. ამავდროულად ეს კომენტარები ეხმარება ვიდეოს ნახვების მოპოვებაში იმისთვის, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად ბევრმა ადამიანმა ნახოს, მიიღოს ის ინფორმაცია, რომელსაც ეძებს და რომელიც არის მისთვის განკუთვნილი, ხომ? შემთხვევით არაფერი არ ხდება. და მოდით ვნახოთ მეორე ვარიანტი. მეორე ვარიანტში ჩვენ ვხედავთ საკმაოდ საინტერესო კარტს, ეს არის თასების პაჟი. აქაც რაღაცა ემოციების კარტს ვხედავთ, ესეთ მეოცნებე ნატურას, უბრალოდ ამ შემთხვევაში შესაძლებელია ეს იყოს ურთიერთობის დასაწყისი, რაღაცა საწყისი იმპულსები, რომელსაც ეხლა ეყრება საფუძველი, ხო? ეს არ არის რაღაცა უკვე ჩამოყალიბებული ზრდასრული განწყობა, უფრო რაღაცა საწყის საფეხურებს მიჩვენებს ამ შემთხვევაში კარტი, თუმცა აქაც არის ოცნებები, აქაც არის რომანტიული განწყობა, აქაც არის სურვილი სიყვარულის, სურვილი კავშირის, სურვილი ურთიერთობის, ხო? უბრალოდ ეს ყველაფერი შედარებით საწყის ეტაპზეა, ან პარტნიორი არის ჩამოუყალიბებელი თვითონ და ჯერჯერობით აქტიურად ვერ გამოხატავს ამ ყველაფერს, ან თვითონ ურთიერთობა არის საწყის ეტაპზე, ხოლო ვინცაც არ გყავთ პარტნიორი, შემიძლია გითხრათ, რომ აპრილის თვეში ახალი დასაწყისის, ახალი ურთიერთობის საკმაოდ წამოწყების საკმაოდ დიდი პოტენციალი არსებობს, თუ აი ამ მეორე ვარიანტის სიგნიფიკატორ არკანს დაუჯერებთ. მოდით ვნახოთ. განვითარება აპრილის თვეში, ურთიერთობის. როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა აპრილის თვეში? მინდა გითხრათ, რომ თქვენი ჩანაფიქრი ნამდვილად ასრულდება, რაღაცა სურვილი აგისრულდებათ, რაღაცა ჩანაფიქრი აგისრულდებათ. აპრილის თვეში იგრძნობთ თავს გამორჩეულ ადამიანად, გამორჩეულ ქალად, თუკი თქვენ ქალბატონი ბრძანდებით, მაშინ ეს არკანი ზუსტად თქვენთვის არის ესეთ გამოჭრილი, ეს არის კვერთხების დედოფალი, ეს არის ქარიზმატული, ძლიერი, ცეცხლოვანი, ისეთი მეჯესტიკური ქალი, რომელშიც კომბინირებულია ყველაფერი ერთად, ეს შინაგანი ცეცხლი, ქარიზმა, მეჯესტიკურობა, ვიზუალი,
მიხრა, მოხრა, ისეთი ჩაცმის სტილი, აი ყველაფერი რომ თავის ადგილზე დგას. აი ესეთ ქალბატონს ქალს ხედავთ, ჩვენ აქ კვერთხების დედოფალში, ეს არის თვითკმარი ქალი. უფრო ესე ვიტყოდი. ქალი, რომელიც თავის თავთანაც თავს ძალიან კარგად გრძნობს. ქალი, რომელსაც აქვს იმის პოტენციალი, როგორც ფინანსური, ასევე არამატერიალური რესურსი, რომ აიხდინოს სურვილები, აიხდინოს მიზნები, მიაღწიოს დასახულ გეგმებს. აქ ახლა მე ვერ ვიტყვი, რომ მაინცსა და მაინც რაღაცა ძალიან გადაშვებული ხართ ურთიერთობაში და დაკარგული ხართ ძალიან სასიყვარულო ქარცეცხლში, აპრილის თვეში, რა თქმა უნდა, აქ უფრო ჩანს ქალი, რომელიც საკუთარ კომფორტის ზონაშია, არის თვითკმარი, არის ძლიერი, არის მეჯესტიკური, ის მართავს თავის რეალობას, ის მართავს თავის თავს, თავის სურვილებს, თავის ცხოვრებას. შესაბამისად, მეორე ვარიანტში პირველისაგან განსხვავებით ვიტყოდი, რომ აქ ურთიერთობა როგორც ასეთი ორ ადამიანს შორის ნაკლებად ჩანს. აქ ჩანს უფრო ადამიანი, რომელიც არის გამორჩეული, რომელსაც უყურებენ, რომელსაც კომპლიმენტებს ეუბნებიან, რომელსაც ამჩნევენ, რომელსაც აღმერთებენ. მაგრამ აქ ჩანს აი დომინანტური ტიპაჟი, ქალის დომინანტური ქალი, რომელიც ნამდვილად ჩანს და მას ამჩნევენ, ამჩნევს არა ერთი ადამიანი, ან ორი ადამიანი, არამედ ამჩნევს ბევრი ადამიანი. იგი ყურადღების ცენტრშია, მაგრამ მის ყურადღებას ვერავინ ვერ იპყრობს. თითქოს ეშინიათ კიდეც მასთან ურთიერთობის. არის ესე? დამიწერეთ თქვენი კომენტარები, ძალიან საინტერესო იქნება ჩემთვის. რამდენად მოვიდა, რამდენად რეზონირდა ეს ვარიანტი თქვენთან. ურთიერთობის პოტენციალი არის. თუ თქვენ მოიდომებთ, თუ თქვენ შეხვალთ ურთიერთობაში, მაგრამ მე აქ ესეთი ინფორმაცია მოდის, ახლა ესეთი აზრები, რომ თითქოს თქვენ უფრო მაღლად გახართ და თქვენს თანასწორად, თქვენს კვარცხლბეკზე, თქვენს სიმაღლეზე არავინ არ არის. ცხოვრების ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ ერთ თვეზე, ხო? უფრო შორეულ მომავალში შეიძლება ყველაფერი სხვანაირად დაალაგდეს, მაგრამ აპრილის თვის ტენდენციებში თქვენ უფრო საკუთარი თავით მოცული ადამიანი ხართ, საკუთარი რეალობით, საკუთარი პერსონით, საკუთარი სურვილების ახდენით, ასრულებით, ვიდრე ვთქვათ, რაღაცა ურთიერთობაში ყოფნით. განა არა, შეიძლება იყოს არაერთი ადამიანი, ვისაც მოინდომებთ, უარს არავინ არ გეტყვით, მაგრამ თითქოს ეს თქვენთვის რაღაცნაირად იცით როგორი განცდა მიშდება, ზედმეტი თავისტკივილი. თითქოს ზედმეტი თავისტკივილი. იმდენად თვითკმარი ხართ, ან შესაძლებელია თქვენი ცხოვრება იმდენად შევსებულია სიახლეებით, მოვლენების განვითარებით, თქვენი მიზნებით, თქვენი გეგმებით, რომ თქვენთვის კი ურთიერთობა შეიძლება გინდათ რაღაც ვარიანტში გინდათ ეს ურთიერთობა, მაგრამ ამავდროულად ფიქრობთ, ზედმეტად თავს ხომ არ აიტკიებდით. აი ესეთი რაღაცაც მოდის აქ. ამიტომ თუ კი თქვენ ესეთი რჩევა მექნებოდა, რომ თუ კი თქვენ ცხოვრების ამ ეტაპზე სხვა თემებით ხართ უფრო მეტად გატაცებული, ალბათ სჯობს, რომ მიყვეთ თქვენს გეგმებს, თქვენს მიზნებს და შემდგომ, როდესაც გამოგინთავისუფლდებათ დრო და სივრცე ურთიერთობისთვის, დაუთმოთ გარკვეული დრო უკვე შესაბამის ურთიერთობას. ვინც იმყოფებით პარტნიორულ ურთიერთობაში, ცხოვრების ამ ეტაპზე შესაძლებელია გარკვეული ტაიმაუტი გქონდეთ ურთიერთობაში, ან გაჩერებული მდგომარეობა, ან პასიური მდგომარეობა. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ქალს არ აქვს ურთიერთობა, ან არა გაქვთ ურთიერთობა. ურთიერთობა შეიძლება გქონდეს ადამიანს, მაგრამ რაღაცა ეტაპზე იყოს პასიური ურთიერთობაში და იყოს უფრო სხვა რაღაცებით გატაცებული. ამიტომ შესაბამისად ესეთ რაღაცას
ვიტყოდი, რომ თქვენ ხართ ქალი, რომელიც ყოველთვის იყო, არის და იქნება მამაკაცების ფოკუსში, ყურადღების ცენტრში. თქვენ ეს ყურადღება არ გაკლიათ, ეგით გათამამებულიც ხართ ამ ყურადღებით, მაგრამ ამ ეტაპზე გჭირდებათ რაღაც უფრო სხვა, ვიდრე რაღაცა ერთი-ერთზე ურთიერთობა და დაკარგვა სიყვარულში ან პარტნიორული ბალანსის, ასე ვთქვათ, დაცვაში, ხო? აი ესეთი საინტერესო მოცემულობა მოგვაწოდა მეორე ვარიანტმა, ჩემო მეგობრებო. მესამე კარტი თავისით ავიღე, მესამე ვარიანტი, რატომღაც ვიღაცას ან რაღაცას ძალიან ეჩქარება. და მოდით ნახოთ მესამე ვარიანტი. მესამე ვარიანტში ხედავთ საკმაოდ დატვირთულ ადამიანს, არ ვიცი, თქვენ ხართ, თქვენი ჩაფიქრებული პარტნიორია, გზაზე დამდგარი ადამიანი ან ემიგრაციაში მყოფი ადამიანი, პასუხისმგებლობებით დატვირთული ადამიანი, რომელიც 10 ნაწილად, 10 მიმართულებით იჭრება იმისთვის, რომ თავისი ცხოვრებისეული მიზნები განახორციელოს, ან დაეხმაროს თავის ახლობლებს, თავის ოჯახის წევრებს, იმ ადამიანებს, ვის წინაშეც თავს გრძნობს პასუხისმგებლად. შესაბამისად, რაღაცა უფრო გადაღლილ ადამიანს ვხედავთ, გადაღლილს შრომით, პასუხისმგებლობებით, ვალდებულებებით. როგორ განვითარდება თქვენი პარტნიორული ურთიერთობა აპრილის თვეში? საინტერესოა. ასეთი დატვირთულობის ფონზე. როგორ განვითარდება თქვენი პარტნიორული ურთიერთობა აპრილის თვეში? პირველ რიგში, რაც შემიძლია მესამე ვარიანტს გითხრათ, ეს არის კი, ურთიერთობა ნამდვილად არის, ურთიერთობა იქნება აპრილის თვეში, მაგრამ ამ ურთიერთობას თან ახლავს ძალიან ბევრი ეჭვები, ძალიან ბევრი შიშები. და ძალიან ისეთი ღრმა ემოციური განცდა იმისა, რომ თან ეს შენი ადამიანია, შენი პარტნიორია, ვინც ჩაიფიქრეთ, ამის ღრმა განცდა, მაგრამ ამავდროულად შიში, ან თვითონ პარტნიორის, ან იმ გარემოებების, რომელიც ახლავს ამ ურთიერთობას, თან დაბნეულობა, ეჭვები და ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები. იმიტომ რომ ამ ურთიერთობას ახლავს ბევრი დაფარული რამ, ბევრი რამ არ არის გახსნილი თქვენთვის, ბევრი რამ არის ფარული, ან შესაძლებელია თვითონ ურთიერთობის ფორმატი არ გაძლევდეთ მისი გასაჯაროების, გაცხადების შესაძლებლობას და თავად თქვენ ფარავდეთ, მალავდეთ ამ ურთიერთობას, რაღაცა საიდუმლო რომანის ელფერი და ენერგეტიკა დაკრავს თან აი ამ ყველაფერს. ბევრი საზრუნავი, ტვირთი მოსდევს ამ ყოველივეს. აი ამ ურთიერთობას მოსდევს ძალიან დიდი ტვირთი, სიმძიმე, რომელიც მძიმე პასუხისმგებლობად გაწვევათ თითქოს თქვენ. უფრო მეტად თქვენ, ვიდრე თქვენს პარტნიორს, აქ თავად თქვენ ამოდიხართ. ძალიან ისეთი ძლიერი, მზრუნველი, ემპათიური ქალი, დედამიწისეული ქალი, მე მიყვარს ამ სიტყვის თქმა, ძალიან ისეთი მიწიერი, პრაგმატული, მზრუნველი, ყურადღებიანი იმპერატორი ქალი, ხო? აი აქ ჩვენ ხედავთ იმპერატორ ქალს. ორსულ ქალს, ნახეთ?
ეს ორსულობა შეიძლება პირდაპირაც გავიგოთ, პირდაპირ მნიშვნელობით, რომ დადგეს ორსულობა აპრილის თვეში. გარკვეულ გამონაკლისს შემთხვევებს გულისხმობ ხოლმე, ეს მაინც ეჯერო გაშლა, შესაბამისად ყველაზე ესე სწორხაზოვნად ეს პროგნოზი არ რეზონირდება, მაგრამ რიგი გამონაკლისების შემთხვევაში შესაძლებელია ეს იყოს ორსულობა. ხოლო სხვა შემთხვევებში შეიძლება იყოს პასუხისმგებლობა, ზრუნველობის ტვირთი, თითქოს გიწევთ ბევრი რაღაცის გათვალისწინება, ბევრი ვიღაცის გათვალისწინება, დაფარვა, გულში ჩაკლა, საკუთარი სურვილების, გრძნობების, ფიქრების, შიშების. არ არის ასევე გამორიცხული ის, რომ თქვენს ურთიერთობას ჰყავდეს ბევრი მტრები, ფარული მოშურნეები, ფარული მტრები, რომლებსაც არ უნდათ არ აწყობთ თქვენი ურთიერთობა. შესაბამისად, ეს ყველაფერი თქვენ გაწვევათ ძალიან ისეთი წნეხის ქვეშ გაქცევთ და ტვირთის სახით გაწვევათ რაღაცნაირად ცხოვრებაში ძალიან დიდ ტვირთად გექცევათ. შესაძლებელია ხედავდეთ სიზმრებს და სიზმრებში ხედავდეთ ამ ურთიერთობას ან თქვენს პარტნიორს. ძალიან ისეთი კარმული კავშირი მგონია ეს, ვისაც გყავთ უკვე პარტნიორი, ხოლო ვისაც არ გყავთ პარტნიორი, შესაძლებელია აი ამ პერიოდში გააქტიურდეს თქვენი ქვეცნობიერი, თქვენი სიზმრები, თქვენი ინტუიცია. სწორედ აი ამ პერიოდში შესაძლებელია თქვენ შეხვდეთ თქვენს კარმულ პარტნიორს. პარტნიორს, რომელსაც იცნობთ, აი რაღაცნაირად სულს რომ ცნობს. შეიძლება პირველად ხედავ ადამიანს, მაგრამ გაქვს იმის განცდა, რომ რაღაცნაირად თითქოს დიდი ხანია ვიცნობ ამ ადამიანს, ხო? აი ხო გქონიათ ესეთი განცდა. აი რაღაცა ესეთი მოდის აი ამ ყველაფრიდან. ვერ ვიტყვი, რომ აქ ესეთი მსუბუქი ლაღი განვითარება იქნება აპრილში, ვისაც არ გყავთ პარტნიორი, დაირჩიეთ მესამე ვარიანტი. დააკვირდით აპრილისთვის სიზმრებს, განწყობებს, ნიშნებს, შინაგან განწყობებს, თქვენს ინტუიციას. არის იმის პოტენციალი, რომ ამ პერიოდში, სწორედ ამ პერიოდში შეხვდეთ თქვენს კარმულ პარტნიორს, თქვენს სულიერ მეორე ნახევარს. ხოლო ისინი, ვინც უკვე იმყოფებით ურთიერთობაში, აი ესე ვითარდება ეს ურთიერთობა, როგორც უკვე აღწერე, ეს არის საზრუნავი, ტვირთი, პასუხისმგებლობა, მუდმივად გარემოებების გათვალისწინება, სხვა ადამიანების გათვალისწინება, დაფარვა ამ ურთიერთობის. შესაძლებელია დადგეს ორსულობა, ასევე რიგი გამონაკლისების შემთხვევაში, ან ეს იქნება ურთიერთობა, რომელსაც სჭირდება მოფრთხილება, გაფრთხილება, იმიტომ რომ ყავს ბევრი მტერი და არსებობს ბევრი წინააღმდეგობა იმისთვის, რომ ეს ურთიერთობა ხელშემშლელი გარემოება ამ ურთიერთობის განვითარებაში. ბევრ ვინმეს არ უნდა ამ ურთიერთობის განვითარება, ან არსებობს წინააღმდეგობები, რომლებსაც სჭირდება გადალახვა იმისთვის, რომ ეს ურთიერთობა გაგრძელდეს და განვითარდეს. აი ესეთი გახდათ ურთიერთობების დინამიკა, განვითარება აპრილის თვეში, ჩემო მეგობრებო. დამიწერეთ თქვენი ხედვები, თქვენი ინსაიტები, თქვენი შთაბეჭდილებები ამ ურთიერთობებთან მიმართებაში. ჩემთვის საინტერესოა თქვენი კომენტარების წაკითხვა და თქვენთვის გეთდება ეს ყველაფერი, ამიტომ უკავშირი მნიშვნელოვანია ამ დროს, თუნდაც ელემენტარული მადლიერების გამოხატვის მიზნით, ან თუნდაც ენერგობალანსის დაცვის მიზნით. და შესაბამისად ჩემთვის თქვენი შთაბეჭდილებების გაზიარება მოტივაციის წყაროა იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი გაშლები გავაკეთო და მეტი პროგნოზები მოგაწოდოთ თქვენთვის მნიშვნელოვან ამა თუ იმ თემასთან მიმართებაში. დაგემშვიდობებით, დროებით მომავალ შეხვედრამდე.